Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და ვიდრე ამ თემებს განვიხილავდეთ, მინდა ჩემ არხის გამომწერებს გითხრათ, მოგიწოდოთ პირველ რიგში მოიწროთ ეს არხი, შემდეგ გააზიაროთ და შემდეგ აუცილებლად დააკომენტაროთ. მაგრამ კომენტარი უნდა შეიცავდეს 7 სიტყვაზე მეტ, რადგანაც YouTube-ი მხოლოდ 7 სიტყვაზე მეტ სიტყვას წინადადებას განიხილავს როგორც კომენტარად და ამიტომაც მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ აკომენტარებთ, მასში იყოს 7 სიტყვაზე მეტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც YouTube ისე არ ავრცელებს და არ აღიქვამს. ესეთი უცნაური ალგორითმი აქვს YouTube-ს. გარდა ამისა, გთხოვთ, რომ ილოცოთ ჩვენზე, რადგანაც ძალიან რთული დილემის წინაშე ვდგავარ ახლა ამ მომენტში. ეს ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება მომიწიოს საქართველოს დატოვება. ნუ ეს უფრო ფინანსურ მხარეს ეხება, რამე სხვა არ იფიქროთ. ყველა სამწუხაროდ მეც მიდგება, მეც დავდექი იმ დილემის წინაშე, დავტოვო საქართველოს და წავიდე საშოვარზე სხვაგან, სხვა ქვეყანაში, ამიტომ არ ვიცი როგორ მოვიქცე, ამიტომ გთხოვთ ილოცოთ ჩემზე, რომ ღმერთმა სწორი გადაწყვეტილება მომცეს. და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ეს ღმერთის ნება იყოს და ეს ყველაფერი იყოს მისი ნებით მოხდეს. რაც შეეხება არხი, არ ვიცი როგორ იქნება. ნუ თუ მოვახერხებ, იქიდან გავაგზელებ, თუ არა და მაშინ მომიწევს არხის დახურვა, მაგრამ მანამდე ჯერ ეს მომენტი ასე მკაფიოდ არ დგას, ამიტომ ჯერ გთხოვთ ილოცოთ ჩვენზე. და თუ ვინმეს ხართ დაინტერესებული, რომ არხი განვითარდეს და კიდევ უფრო საინტერესო თემებზე განვიხილოთ, შეგიძლიათ ფინანსურად, ვისაც სურვილი გაქვთ, დაგვიდგეთ გვერდში. ამ ვიდეოს ქვემოთ პირველ კომენტარებში იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. ასევე კიდევ ვისაც გაინტერესებთ კონკრეტული თემები, ბიბლიასთან დაკავშირებით კონკრეტული თემა, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და გითხრათ, გთხოვოთ, რომ ეს თემა გვაინტერესებს და იქნებ ეს თემა განვიხილოთ. ჩვენც არ დაგაყოვნებთ და ვეცდებით ეს თემა განვიხილოთ. მაშინ დღევანდელი თემა შემოგარგებო, ეს არის ბაბილონის გოდოლთან დაარსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც მე მინდა თქვენ დააკვირდეთ და მიხვდეთ. ეს რა მომენტია? ეს არის დაბადების წიგნის მე-11 თავი. თქვენს როდესაც ერმა აღმოსავლეთიდან წამოსულმა გადაწყვიტა ბაბილონის გოდოლის აშენება, მე გითხარით, რომ აღმოსავლეთი ეს ებრაულ მსოფლმხედველობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ აღმოსავლეთი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს, ანუ ღმერთისგან მოწოდებაში ვინც არის აღმოსავლეთიდან, ანუ წამოვიდა ღმერთის მოწოდებიდან, გამოვიდა ღმერთის მოწოდებიდან ეს ხალხი, ამიტომაც მათმა გადაწყვიტეს რაღაც თავისი ხელოვნური შეექმნათ. და უყურეთ როგორ იწყება ეს მომენტი, მე მინდა ამ მომენტს დააკვირდეთ თქვენ და უთხრეს ერთმანეთს, მოდი გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში და გქონდათ ქვის ნაცვლად აგური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სამწუხაროდ უმეტესობა ქრისტიანებმა არ იცის. ნუ არ იცის ეს იმიტომ, რომ მათ არ ქონდათ შეხება ებრაულ ფესვებთან, მათ არ ქონდათ ებრაულ წყაროებთან. მაგრამ როდესაც ებრაელი ამას კითხულობს, ებრაელმა ბავშვობიდან იცის, რომ აგური ეს არის ცოდვის სიმბოლო, ეს არის ხელოვნური სიმბოლო. ეს არის ის სიმბოლო, რომელიც ადამიანი ცდილობს თავისი ხელით შექმნას რაღაცა სათაყვანებელია. აი ამას ნიშნავს აგური. იმიტომ რომ აგური თქვენ იცით ებრაელების ეგვიპტეში ერთ-ერთი სასჯელი იყო, მათ უწევდათ აგურების გაკეთება და ბაბილონის გოდოლი სწორად ამ აგურების აშენებით გადაწყვიტეს მაგათ. მათ უარყვეს ბუნებრივი ქვები, რაც არის და დაიწყეს თავიანთი ხელოვნური რაღაცის შექმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ებრაელი კომენტატორები ჩვენ გასწავლენ, რომ ეს არის თაყვანის ცემაზე მინიშნება. ღმერთმა ჩვენ დაგვიწეს, როდესაც ჩვენ სამსხვერპლოს ვაკეთებდა, თქვენ იცოდეთ ძველად, რომ თაყვანის ცემა ხდებოდა სანამ ტაძარი აშენებოდა სამსხვერპლოს მეშვეობით და ეს სამსხვერპლო უნდა ყოფილიყო სუფთა ქვებით, ანუ ბუნებრივი ქვებიდან გაკეთებული. ანუ ის არ უნდა ყოფილიყო, მასზე არ უნდა ყოფილიყო დარტყმული არც ჩაქუჩი და არაფერი, ის იყო სუფთა ქვები, რომელიც ბუნებაში არსებობს, ამ ქვებისგან უნდა აგებულიყო. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ეს არის ბუნებრივი, მასში არ არის ხელოვნური, მასში არ არის რაღაცა ადამიანური შექმნილი. და ამაზე მიგონიშნავს ებრაული ტრადიცია, რომ როდესაც ჩვენ ღმერთს თაყვანს ვცემთ,
ჩვენ არ გვჭირდება ხელოვნური, ჩვენ არ გვჭირდება ადამიანური წესებით რაღაცა მოგონილი. ღმერთს არ ჭირდება ეს შემოგარგებო. ამიტომაც ებრაელი კომენტატორები გვაფრთხილებს, რომ ბაბილონის გოდოლის ერთ-ერთი ცოდვა იყო ის, რომ პირველი ისინი აღმოსავლეთიდან წამოვიდნენ, აღმოსავლეთი ეს სიმბოლიზირებს შემოგარგებო იცოდეთ ღმერთის ნებიდან გასვლას, ანუ ის დავალება რაც ღმერთმა მიცა, მათმა არ შეასრულეს, გამოვიდნენ და შექმნენ თავიანთი ხელოვნური. ნებისმიერ მიმდინარეობას აქვს თავისი წესები, თავისი ხელოვნური შექმნელი წესები, მცნებები, დოგმატები, რომელსაც ისინი ითხოვენ დაცვას. სწორედ ამას გძალავს ღმერთი. ამიტომაც ამავს ღმერთის სიტყვა, რომ ამ ცნებებს არ მოუმატო და არ მოვაკლო. არ შეიძლება შენ ის სტანდარტი, რომელიც ღმერთმა დაგიწესა, ის შენ უგულვებყო და შენი ხუშტურების სამებ აიღო და მიუმატო მას და შექმნა რაღაც ახალი ჰიბრიდი, რომელიც საერთოდ არ არის ღმერთთან კავშირში. მაგრამ შენ წარმოდგენებში გონია, რომ ეს ღმერთთანაა კავშირში. არა, ჩემო კარგო. იოანეს სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ ესეთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, როდესაც იესო ქრისტე ელაპარაკება სამარიტელ დედაკაცს ძალიან საინტერესო რამეს. და მე მინდა ამ თაყვანისმცემასა დავაკავშირო. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდევაც, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი სულითა და ჭეშმარიტების სცემს მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს. რას ნიშნავს სულით და ჭეშმარიტებით? სულით შემოკარგებო, ეს არის ადამიანი, ვინც ღმერთის სულით მავალია, ვიზეც სულით წმინდა არის დავალებული. ეს ასე უკუალოდ რომ მივიღოთ. ჭეშმარიტებით რას ნიშნავს? ჭეშმარიტებით ნიშნავს შემოკარგებო, თქო უნდა იცოდეთ ებრაულ კულტურაში და მსოფლმხედველობაში რას ნიშნავს ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება შემოკარგებო, ეს არის ღმერთის მცნება. ბიბლია ამას მკაფიოდ ამბობს. 118 ფსალმუნის 86-ე მუხლი გვეუბნება, რომ ღმერთო, ყველა შენი მცნებები ჭეშმარიტია. თუ თქვენ გაქვთ საკითხული ანსელ კეტალბერიელის ესეთი წიგნი, საოცარი წიგნი აქვს მას დაწერილი, რომელსაც ის განიხილავს რა არის ჭეშმარიტება და ის გამოთქვამს ასეთ მოსაზრებას, რომელსაც მე ვეთანხმები. ის ამბობს, რომ ჭეშმარიტი ეს არის მუდმივი. ჭეშმარიტება ეს არის მუდმივი და ცვალებადობას არ ექვემდებარება. ის არ იცვლება. და სწორედ ამას გულისხმობს დავით, როცა ამბობს შენი მცნებები, ყველა მცნებები ჭეშმარიტია. ღმერთის მცნებები არ იცვლება ხალხო. ღმერთის მცნებები არ უქმდება ხალხო. ის ჭეშმარიტია, ის აბსოლუტია, ის მუდმივია. ღმერთი როგორც მუდმივია და ჭეშმარიტია, ასევეა მისი მცნებების და მისი სიტყვაც მუდმივი და ჭეშმარიტი. ის არ ექვემდებარება შეცვლას, ის არ ექვემდებარება გარემოებიდან ცვლილებებს. ეს უნდა გვესმოდოს ჩვენ და სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს მამა, რასაც იესო ქრისტე ეუბნება. სულით მავალე, სწორედ ასეთ ადამიანებზე არის სულიწმინდა. ადამიანებზე, ვინც ღმერთს სცემს თაყვანს ჭეშმარიტებით. თაყვანისცემა ჭეშმარიტება შესნიშნავს, რომ ადამიანი ვინც ღმერთის მცნებებს ასრულებს და არ იგონებს ახალ რიტუალებს, არ იგონებს ხატებს, არ იგონებს სანთლებს, არ იგონებს რაღაც შესაწირებებს, რომელიც ღმერთს არ დაუვალებია მისთვის და არ იგონებს ახალ დოგმატებს. არამედ ის მისდევს იმ სიტყვას, რომელიც სიტყვას მას მიეცა. და ეს სიტყვა არის ბიბლია და ბიბლიით ხელმძღვანელობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოდეთ შემოგარგებო. მაშასე დღევანდელი თემა, რომელიც მე დღეს მინდოდა, მე თქვა ეს არის თაყვანისცემა და თაყვანისცემის პრობლემას ჩვენ ხედავ ზუსტად იქ, სადაც ბაბილონიდან იწყება. სწორედ პრობლემა არის ბაბილონის პრობლემა არის, რომ მათმა ღმერთის თაყვანისცემა, ღმერთის სიტყვის სტანდარტი ჩაანაცვლეს თავიანთი შეხედულებებით, თავიანთი გულის თქმებიდან გამომდინარე. ამაშია ბაბილონის სისტემა. ბაბილონის სისტემა ესაა და მომავალი პერიოდი, რომელიც იქნება ანტიქრისტეს სისტემა, რომელიც იყო მოდის ერთი ანტიქრისტე პირველი მხეცი, რომელიც ჩვენ ვხედავთ გამოცხადების წიგნში,
დაჭრილი იყო და მეორე მის დაგვარ რომელიც კრავის მსგავსი იქნებაო სწორედ ამაშია ეს მომენტი რომ ის ანტიქრისტი კი არ წამოა არც იუდაიზმიდან არ წამოა არც მუსლიმებიდან არ წამოა ის ანტიქრისტი წამოა ქრისტიანული სამყაროდან და ის დაიწყებს შეცვლას და ჩანაცვლებას ჭეშმარიტი ბუნებრივი ქვებით რომელთაც ჩვენ სამსხვერპლოს ვაშენებთ რომელთაც ჩვენ ღმერთს თაყვანს ვსვენთ მე ახლა სულიერ გაგებით გეუბნებით ის ჩაანაცვლებს ის გეუბნება არ გვინდა ღმერთის სიტყვა ჩვენ გადმოცემები გვაქვს ჩვენ მამაპაპების სწავლებები გვაქვს მოდი ამათ მივხედოთ ბიბლია არ არის სრულყოფილი წიგნი ღმერთის სიტყვა ვერ გცემს ყველა კითხვებზე პასუხს ამიტომ ჩვენ გვჭირდება ის გამოცდილება რომელიც მამებს აქვს და ისინი უტოლობენ და ზოგ შემთხვევაში მაღლაც აყენებენ ღმერთის სიტყვაზე და ეს პერიოდი დადგა დაიწყო ეს პერიოდი დამდგარია და ეს კიდევ უფრო ხარ მათ გაიდგამს ფესვებს მაშასე თაყვანისცემა შემოკარგებო სტანდარტი რომელიც ღმერთმა დაგვიწესა ეს არის სულითა და ჭეშმარიტება სულით წმინდა დავანებული ადამიანი რომელსაც პავლე ამბობს ნუ თუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხარ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში და მეორე თუ ნამდვილად ჭეშმარიტ ღვთის სულის მავალნი ხართ თქვენ აუცილებლად გეყვარებათ უფლის მცნებები და დაიცავთ მის ცნებებს და არ იტყვით რომ ეს მცნებები გაუქმებულია არ შეიძლება სული ჭეშმარიტ მავალი ადამიანმა თქვას ღმერთის მცნებაზე რომ ღმერთის მცნება გაუქმებულია 10 მცნება არ გაუქმებული ის მუდმივია აბსოლუტია ის მუდამ არსებობს და იარსებებს სანამ სამყარო არსებობს მაშასე გვიყურეთ შემოკარგებო იმედია მოკლედ შევეცადეთ თქვენთვის მეთქვეს ყველაფერი გვიყურეთ ეცადეთ გააზიაროთ ეს ვიდეო დააკომენტარეთ კომენტარებში დაწერეთ რა თემაზე გინდა ვისაუბროთ შემოკარგებო აუცილებლად გააზიარეთ მოიწონეთ ეს გვერდი და თუ ვინმეს ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ შეგიძლიათ კომენტარების ქვემოთ გადმოიწყოთ თქვენი თანხა მადლობა ყურადღებისათვის უფალი გპარადვეთ გაგრძელება იქნება